დღეს ძალიან საჭიროებო საკითხს შევეხები. ვისაუბრებ ასეთ თემაზე, როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე. რამდენჯერა რომ ქრისტე დაბრუნდება? მთელი გულით გთხოვთ, იყავით ყურადღებით, მეგობრებო, მართლა ისწავლეთ რაღაცა დღეს. გადახედეთ თქვენ შეხედულებებს. როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე? ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროის ეკლესიისთვის, არა მხოლოდ ქუთაისის ეკლესიისთვის, ამ დროის ეკლესიისთვის. ეს საკითხი პასუხობს იმას, თუ როგორი უნდა იყოს და რას უნდა აკეთებდეს ეკლესია. იმიტომ რომ ყველა ქრისტიანული ეკლესია თითქმის ელოდება იესოს დაბრუნებას. ყველა თავისებურად, მაგრამ ელოდება. ქრისტიანული კულტებიც კი ელოდებიან იესოს დაბრუნებას. თქვენ კი ვისაც იცნობთ ეს მართლმადიდებელია, კათოლიკია, იეჰოვას მოწმეა, ბაპტისტია, ადვენტისტია, ყველა თავისებურად ელოდება იესოს დაბრუნებას. მაგრამ საკითხი არის ის, როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ის. ეხლა ყველა ამ აქ ჩამოთვლილი და ჩვენის მითვლით ჩვენებურად რომ მივუდგეთ, მივიღებთ პალიტრას. ცუდ პალიტრას. ამიტომ ერთადერთი საფუძველი როცა ამ თემას ვეხებით და არა მხოლოდ ამ თემას უნდა იყოს მეგობრებო ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული. ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული. როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე? აი მაგალითად ეს არ იყო ოფიციალური ეკლესიის პოზიცია, უნდა იცოდეთ, მაგრამ ტრადიციულ ეკლესიაში ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში მუსირებდა აზრი, რომ აც გარდაცვლილი პატრიარქი იქნებოდა ბოლო პატრიარქი, იმიტომ რომ მოვიდოდა იესო ქრისტე. ეს აზრი მუსირებდა ძალიან ძლიერად. ოღონდ ეს არ იყო ოფიციალური, იმიტომ რომ თქვენ რომ ახლა ამაზე მტკიცება დაიწყოთ, გეტყვიან რომ ეს არ იყო ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, მაგრამ იმდენად მუსირებდა და დაბალი წრეებიდან არ მუსირებდა, მეგობრებო. საკმაოდ მაღალი იერარქიებიდან მუსირებდა ეს აზრი. გარდაიცვალა ეს კაცი და არ დადგა იესოს მეორედ მოსვლა. იცით მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიზე უნდა ვილაპარაკოთ პროტესტანტულ სამყაროს, რამდენი მსგავსი დათქმა ქონდა. იცით პირველივე საუკუნეში რამდენი ცრუ ქრისტე იყო დედამიწაზე. ვისაც არ დაგეზარებათ, უკვე ქართულ ენაზეა ყველაფერი, ამ Google-ის დახმარებით, მოიძიეთ იოსებ ფლავიუსის ისტორია. ხელმისაწვდომია ეს Google-ში უკვე. იოსებ ფლავიუსის წიგნებიც კი არის, ეს არის ისტორიკოსი პირველი საუკუნისა აღმწერელი ქრისტიანების ცხოვრებისა. იოსებ ფლავიუსმა აღწერა თუნდაც იერუსალიმის დანგრევა 70 წელს, ეს დიდი კატაკლიზმა. და ფლავიუსის ნაშრომებში თქვენ ნახავთ, რამდენი ქრისტე იყო 70 წლამდე თუნდაც, რამდენი ცრუ ქრისტე, რომლებმაც მეგობრებო 10,000-ობით კაცი გაიყოლეს. ალბათ უნდა იცოდეთ, რომ ისრაელი დღესაც მესიას ელოდება. 2000 წელი გავიდა მეგობრებო იესოს მოსვლიდან. და თქვენ რომ ისრაელში მოხვდეთ და ჩაბრძანდეთ და განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულზე, ან შაბათ დღეს და აღმოჩნდეთ ტაძრის მოედანზე, საოცრებას ნახავთ. 10,000-ობით ადამიანი. წარმოუდგენელი ატმოსფეროა, ზუზუნი, ლოცვა, ამ გოდების კედელთან. სპეციალურ ტანსაცმელებში, ფილმში გეგონება თავი, რომ იფიქრებ, რამე ფილმს ხო არ იღებენ, იმიტომ რომ ისინი იქ დიდი ნაწილი ჩვეულებრივი ტანსაცმლით არ დადიან, რელიგიურ ტანსაცმელში დადიან. და ისიც ის ხალხი რას ლოცულობს? მესიის მოსვლას ლოცულობს. მესიის გამოჩენას ლოცულობს. და სანამ ეს იქნება, მეგობრებო, ყოველთვის იქნება და ისინი მეორედ მოსვლას კი არ ლოცულობენ, პირველად მოსვლას ლოცულობენ. გესმით? და მეგობრებო, ამიტომ შედიან ადამიანები საცთურში და პირველივე საუკუნეში ეკლესიას გაუჩნდა პრობლემა იესოს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. ვინც კარგი მოწაფე ხართ, ჩვენ ვეხებით ხოლმე ამ საკითხს და ყოველთვის ვამბობთ მეგობრებო, რომ იცით ეს გადამეტებული არასწორი მოლოდინები ქმნის გარკვეულ საცდურს.
მე ბევრჯერ მithქვავს ხოლმე, როგორც კი დაიწყება რაიმე სისხლისმხელი ომი, ქრისტიანობის დიდი ნაწილი იწყებს უკვე არ მხოლოდ ფიქრს, სწავლებას. ეხლა ვიღაცას ეცინება, მაგრამ მეგობრებო, არის ათასობით, 10,000-ობით ადამიანი, ვინც მსგავს გზავნილებს საინფორმაციო გადაცემებიდან, ვიღაც რაღაცა კვლევებიდან, უფრო უჯერებენ ვიდრე ღვთის სიტყვას, იმიტომ რომ არ იცნობენ ღვთის სიტყვას. ამიტომ რამდენი ომიც დაიწყება, რამდენი სისხლისმხელი ომიც დაიწყება, რამდენი ეკონომიკური კრიზისიც იქნება, რამდენი ბოროტებასაც დაინახავს, რამდენი მკვლელობაც მოხდება, ყოველთვის შეიძლება всё, მორჩა, ეს არის, დადგა. ესო გვაფრთხილებდა. ესო იმ დროს აფრთხილებდა ადამიანებს. ამიტომ ჩვენ მეგობრებო, არ ვიცით დრო და ჟამი. ესეც წერილმა გვითხრა, არ ვიცით დრო და ჟამი. და ყველაზე მთავარი რაც შემიძლია ვთქვა ხოლმე, რადგან ადამიანებს დრო და ჟამი აინტერესებთ. და ჩვენ ვეუბნებით რომ არ ვიცით დრო და ჟამი. ჩვენი სათქმელი არის ასეთი. როგორ საქმეში უნდა მოგვისწროს. ამიტომ დღეს ვლაპარაკობთ, როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე. ეს არის გზავნილი ჩვენთვის. ეს არ არის გზავნილი სამყაროსთვის, ეს არის გზავნილი ამ ეკლესიისთვის პირველ რიგში, მეგობრებო. როგორი ეკლესია უნდა ვიყოთ, რომ იმედი გქონდეს, როგორ ეკლესიათ უნდა გარდავიქმნათ, რომ ესო შევხვდეთ თავადზეულებ. ის რაც უნდა გვწამდეს და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერი ღვთის სიტყვას უნდა ეფუძნებოდეს, მეგობრებო. არა გადმოცემებს, არა რაღაც შეხედულებებს. ღვთის სიტყვის ფილტრებს უნდა გადიოდეს ყველაფერი, უმკაცრესად. იმიტომ რომ არის უამრავი რამე გავრცელებული. მე არაერთხელ მიხსენები ამ კათედრიდან ტერმინი დისპენსაციონალიზმი, ეს არის მეგობრებო, განმარტების ერთგვარი სკოლა, რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, რომელმაც მთლიანად მოიცვა ევანგელური სამყარო. ეს არის ბოლო დროის მოვლენების შემსწავლელი, ასეთი ესხატოლოგია ქვია, როგორც საგანს და სწორედ დისპენსაციამ გარკვეული სურათის შექმნა, რომელიც სინამდვილეში ღვთის სიტყვასთან არ არის თანხმობაში. და ევანგელური სამყარო არის გაჯერებული ძირითადად დღეს დისპენსაციური შეხედულებებით. და დიახ, მეგობრებო, როცა ამ საკითხებზე ვიწყებთ საუბარს, ამას ვერ ავწდებით. მე მინდა ახლა წერილიდან მოგცეთ რაღაც საფუძვლები, ებრაელთა წერილის მე-9 22 მუხლში ვკითხულობთ. ასევე ქრისტე, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად. ნახეთ, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა სხვერპლად შეწირო არ არის. ებრაელთა წერილის ავტორი ეკლესიას ეუბნებოდა, რომ ის მეორედ გამოჩნდება არა იმისთვის, ვისთვისაც პირველად გამოჩნდა. არა იმისთვის. ის მეორედ გამოჩნდება, გამოცხადდება. ასე ანუ ეს სიტყვა ასეა, გამოცხადდება, ანუ საჯაროდ გამოჩნდება. მის მომლოდინეთა გადასარჩენად. ვინ არის მისი მომლოდინე, თუ არა მისი ეკლესია, მეგობრებო? ვინ ელოდება იესო ქრისტეს, თუ არა მისი ხალხი? მის გამოჩენას სოდვილების დაინახავენ, მაგრამ განსხვავება იმაში უნდა იყოს, რომ ისინი არ ელიან. ეხლა შეიძლება ვიღაცამ მკითხოს, ბიჭო, შენ ამბობო, რომ ესეო რომ შენ განიკითხავ იმას, რომ იძახიან აგერ-აგერ იქარი და აგერ-აგერ იქარიო. მეგობრებო, არა, ეს არ გვეხმარება. ამან ეკლესიას სიფხიზლე ვიღაცა თუ მეტყვის და უთქვავთ ეს ჩემთვის, ამან ეკლესიას სიფხიზლე შეძინაო, არ შეძინა, მეგობრებო, 2000 წელია ეს ისმის და იცით როგორ მუშაობს, აი მგელი-მგელიო, სკოლის სახელმძღვანელოში რომ ასწავლიდნენ. რომ ატყუებდა მგელი-მგელიო და მე მართლა რომ გამოჩნდა მგელი და რეაქცია რო არ ქონდათ. მე ხშირად მithქვავს, ამის წინაც იყო ერთი ასეთი პოლემიკა, ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ იესო შეიძლება მოვიდეს ამაღამაც და ნებისმიერ დროს, საერთოდ არ ეტყობათ, რომ ისინი ასე ცხოვრობენ. არ ეტყობათ. არაფერში არ ეტყობათ, ქონების შეძენაზე ფიქრობენ, მიწებს ყიდულობენ, სახლებს ყიდულობენ და თუ ამაღამ შეიძლება მოვიდეს. გაყიდვაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. რას ნიშნავს მის მომლოდინეთა გადასარჩენად? აქ მეგობრებო, ტერმინი გადარჩენა არ ნიშნავს სულის ხსნას.
მართლა არ ნიშნავს. ეს მე კი არ ვიგონებ ასე, არ ნიშნავს თუ ტექსტში ჩავიხედავთ, თუ მოვიშველიებთ იმ სიტყვას, რაც არის გამოყენებული ორიგინალში. ეს ნიშნავს მეგობრებო, იმ ხსნის სისრულეში მოყვანას. იმიტომ რომ სანამ ჩვენი სხეულები არ არის გამოსყიდული, ჩვენ ხსნას არ ქვია სრულყოფილი ხსნა. როცა იესო ქრისტე გამოჩნდება, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, რას ამბობს? უკანასკნელ საყვირზე. როცა დააყვირებს მთავარანგელოზი საყვირს, რა მოხდება? უმალ ქრისტეში განსვენებულები აღდგებიან. დიდების სხეული, რა არის დიდების სხეული? ეს არის იმის მსგავსი სხეული, როგორი სხეულითაც იესო აღდგა მკვდრეთით. პირველი კორინთელთა მე-15 თავი წაიკითხეთ, ვინც ამ საკითხებში ეჭვობთ. მე ცოტა ხნის უკან ერთმა ძმამ მითხრა, რომ აი ამ საკითხებს რო ეხები და მოისმენენო, დაბნეულობას იწევსო. ვიცი რომ დაბნეულობას იწევს არაქრისტიან ხალხში, როცა მკვდრეთით აღდგომაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის თემა იმდენად ცენტრალური თემა არის. პირველი კორინთელების მე-15-ში პავლე მილაპარაკა თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს რწმენას? ეს ცენტრალური თემა არის, ხალხო. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოწონს, ვიღაცა იგებს თუ არ იგებს, ეს არის ცენტრალური თემა. ქრისტეს აღდგომა არის ჩვენი იმედი, იმიტომ რომ თუ გწამს რომ ქრისტე აღდგა, მაშინ უფალი აღადგენს ყველას ქრისტეში განსვენებულს. და როგორ აღდგებიანო მერე კითხვა დასვა მოციქულმა და თვითონვე უპასუხა, როგორ და აი ამ წესრიგით ითესება ხორციელი სხეული, აღდგება სულიერი. ეს არ არის მეგობრებო ხსნადი სხეული. იმიტომ რომ პავლე მიქვა თქვა, აი ამ დროს შთაინთქმება ხსნადი უხსნელობით. იესო აღდგა არა იმ ფიზიკური სხეულით, რომლითაც დაიბადა, რომლითაც იცხოვრა, ის აღდგა შეცვლილი დიდების სხეულით, მეგობრებო. ეს არის ზეციური სხეული. და მისი აღთქმა არის ასეთი, იესო როცა გამოჩნდება, აი როგორც აქ წავიკითხეთ, მის მომლოდინეთა სახსნელად ნიშნავს იმ ხსნის სისრულეში მოსაყვანად. არა ცოდვისგან ვიღაცის გამოსახსნელად, მეგობრებო, არა, პირდაპირ წერია ის აღარ მოვა, აი როგორც ცოდვილთათვის, არამედ უკვე დახსნილი ხალხის სრული ხსნა უნდა აღსრულდეს. სიკვდილი უნდა შთაინთქას ძლევით. ეს გველოდება წინ. დიდება მას. 1 პეტრეს 1:5 ღვთის ძალით დაცულნო რწმენის მეშვეობით ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. ნახეთ რა თქვა? ნახეთ რა თქვა პეტრემ? ღვთის ძალით დაცულნო რწმენის მეშვეობით ხსნისთვის. რა ის იმაზე ამბობს რომ ჩვენი ცოდვებისგან პატიება მოხდება იესოს გამოჩენისას? არა, მეგობრებო. ნახეთ, ეს მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. იმ უკანასკნელ დღეს, იმ უკანასკნელ ჟამს, როგორც მაგას ბიბლია უწოდებს, მეგობრებო, იესო ქრისტე გამოჩნდება, როგორც იმედი მისი მომლოდინე ხალხისთვის, ვინც ცოცხლად იქნება, პავლე ამბობს, ჰაერში შეეგებებიან უფალს, ღრუბლებში შეეგებებიან მას, ხოლო ვინც უფალში განსვენებული იქნება იმ დროს, უფალში განსვენებული. მიაქციეთ ამ ტერმინს ყურადღება. უფალში განსვენებული. ეხლა გაიხსენეთ ჩემი პირველი მუხლი, რომელთაც უბრალოდ შესავალი ვთქვი, რომ არ დაკარგოთ საზღაური, სრული საზღაური, უფალში განსვენებული. ყველა უფალში განსვენებული ქრისტეს სამსჯავროზე წარდგება, წერილი ამბობს. რათა იმის მიხედვით მიიღოს, რასაც აკეთებდა. ძვირფასებო, ეს არ არის, იცი თუ ღვთის სიტყვას თან ახლავს შემაშინებელი, მაშინ გვეშინოდეს. მე გაგიმხელთ, როცა ვლოცულობ თქვენთვის, როცა ვლოცულობ ეკლესიისთვის და ყოველდღე ვლოცულობ ეკლესიისთვის, ყოველდღე ვლოცულობ ეკლესიისთვის. მე ვლოცულობ ერთ-ერთი ასეთი ლოცვით, ღმერთო, რა თქმა უნდა, განკურნე, გაწმინდე, ისე კი არ გაგწმინდე, როგორც ჩვენ ხედავთ, ისე გაგწმინდე, როგორც შენ ხედავ, ის რაც შენ სულს არ ეთნევა, განიკითხე ყველაფერი, ყველაფერი რაც დაფარულში ხდება, გააცხადე. ასე ვლოცულობ. და ასევე ვლოცულობ, რომ წმინდა შიში კონდეს ჩვენს გულებს. კარგია ვინც ამინს ამბობთ, ვინც მეთანხმებით. წმინდა მოშიშება კონდეს ჩვენს გულებს, ასე ვლოცულობ.
წმინდა მოშიშება კონდეს ყველა მსახურის გულს. მას უნდა მივცეთ საშუალება, მეგობრებო, ისე გაგვსხლას, რომ ნაყოფიერები შევიქმნათ. ეს მისი პრეროგატივა არის სინამდვილეში. მან იცის როგორ გაგვსხლას. მან იცის, მეგობრებო, იმიტომ რომ მისი თვალი ყველაფერს ხედავს, მე მეცაც გეტყვით. ბიბლიის საფუძველზე ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს ისე როგორც მის თვალში ვართ შეცნობილნი. შეგიძლიათ თქვა ამენ? და თუ მე არ ვიცნობ საკუთარ თავს, ყველაზე კარგი ექსპერტი მაშინ უფალია და მის წინ მივდივარ და ვეუბნები უფალო, შენ მიცნობ. ამიტომ შენ უნდა დაარქვა ყველაფერს სახელი ჩემს ცხოვრებაში. შენ გაძლევ უფლებას მისცე შეფასება ყოველივეს. ეს მძიმე გზაა, ეს რთული გზაა, მაგრამ საუკეთესო რაც კი შეიძლება აირჩიო. თუ გინდა საკუთარ თავს დაემალო, მაშინ რელიგიით შეგიძლია იცხოვრო. ანუ ეს ორი მუხლი გვეუბნება, რომ ქრისტე ამისთვის დაბრუნდება, რომ სისრულეში მოიყვანოს ხსნა, რომელიც მივიღეთ რწმენით იესო ქრისტეში. ის აღასრულებს სხეულებრივ გამოსყიდვას, მეგობრებო. იმიტომ რომ წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ჯერ სხეული გამოსყიდული არ არის. ჯერ სხეული ისევ სიკვდილს ექვემდებარება, ავადმყოფობას ექვემდებარება. და ეს მოხდება სწორედ ბოლო დროს იესოს გამოჩენისას. ქრისტე დაბრუნდება არა დამარცხებული და განდგომილი ეკლესიის გადასარჩენად. აი ეხლა უნდა ვახსენო დისპენსაცია, მეგობრებო, სწორედ ამ განმარტებამ შემოიტანა პირველად ასე არ ესმოდათ არც წმინდა მამებს, არც შუა საუკუნეების ცნობილ მსახურებს განდგომილი ეკლესიის იდეა. გამოცხადების სიგში ვკითხულობთ 7 წერილს 7 ეკლესიისადმი. ბოლო ეკლესია არის ლაოდიკიის ეკლესია, ვინც მოწაფეები ხართ ზოგადად სახარებას კითხულობთ, უნდა იცოდეთ, ანუ გამოცხადების წიგნი, მეგობრებო, უნიკალური წიგნი, ნახეთ ლაპარაკობს აზიაში მყოფ 7 ეკლესიაზე. პირდაპირ ასე იწყებს იოანე, აზიაში მყოფ 7 ეკლესიას, ჩამოთვლილია 7 ქალაქი, ჩამოთვლილია 7 ისტორიული ეკლესია. და ამ 7 ისტორიულ ეკლესიას, რომელსაც ყავს პასტორები, მისწერე ეკლესიის ანგელოს ბიბლიის მკვლევარები ცალსახად თანხმდებიან, რომ საუბარია ეკლესიის მწყემსებზე. ხვდებით? ამიტომ ამ 7 ეკლესიას სულიწმინდა უგზავნის 7 წერილს, 7 შეტყობინებას, 7 მითითებას, იმიტომ რომ მასში არის გადმოცემული ყველა იმ ეკლესიის ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთი კითხვა მაქვს ახლა, არის თუ არა უნივერსალური ეს მესიჯი? კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ყველა ამ ეკლესიიდან, იმიტომ რომ როცა ეფესოს ეკლესიას ეუნება, რომ შენ საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე პირველი სიყვარული, თუ დღეს ეკლესიას აქვს ეს პრობლემა, რომ მიატოვა თავისი პირველი სიყვარული, რა თქმა უნდა შეუძლია ისწავლოს ამ უნივერსალური წერილიდან, მაგრამ დისპენსაციურმა სკოლამ ეს დაალაგა ასე, რომ ეს 7 ეკლესია, 7 ისტორიული ეკლესია კი არ არისო, ეს 7 ეკლესია არის ეპოქებში გამფენილი ეკლესიები, მაგალითად ეფესო არის პირველი საუკუნის ეკლესია, სმირნა არის დაუშვათ მე-7 საუკუნის, ეს ქრონოლოგია პირდაპირ არსებობს მასწავლებაში, ხოლო ლაოდიკიის ეკლესია არის ბოლო დროის ეკლესია, ანუ ეკლესია ახლა რომელიც ჩვენ ვართ და დისპენსაცია ამბობს, რომ ნახეთ ის კაო ეუბნევაო, რომ შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი და ასწავლიან მეგობრებო პირდაპირ და შემოიჭრა ეს თეოლოგიაში სწავლება, რომ ბოლო დროის ეკლესია იქნება განდგომილი ეკლესია. აი წარმოვიდგინეთ, თუ ჩვენ გვინდა რომ განდგომილი კი არ ვიყოთ, ცხელი ვიყოთ, ეს სწავლება გვეუბნება, რომ ბოლო დროის ეკლესია იქნება განდგომილი ეკლესია. და თუ ეკლესია ამას დაიჯერებს, რომ ეს არის პერიოდი, როცა ეკლესია განდგომილია, მაშინ რა გმირულ საქმეს გააკეთებს ასეთი ეკლესია? ვერც ვერაფერს. ხვდებით ახლა მიზეს მეგობრებო, რატომ არის დღეს ეკლესია არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში? იმიტომ კი არა, რომ ღმერთმა ეს ბედისწერა მოგცვა, განდგომილი ყოფილიყავით. მაშინ მთელი ღმერთის სიტყვა მეგობრებო არ ყოფილა სიმართლე და ჭეშმარიტება. ამიტომ იესო ქრისტე არ დაბრუნდება განდგომილი ეკლესიის გადასარჩენად. დისპენსაციამ ასე დაალაგა, ეკლესია იქნება განდგომილ მდგომარეობაში, მერე მოვა ქრისტე, თვითონ დაამარცხებს მტრებს, დაამყარებს 1000-ლიან მეფობას და შეგვიყვანს რიხირიხინით ახალ 1000-ლიან მეფობაში. განდგომილ ეკლესიას, რომელიც არაფერს არ აკეთებს.
ის ასეთი ეკლესიისთვის არ მოვა. არამედ სახარების გამარჯვების, ეკლესიის გაფართოების და ქრისტეს სამეფოს გამტკიცების ფონზე დაბრუნდება იესო ქრისტე. თუ სახარება გამარჯვებას არ მოიტანს, მეგობრებო, დაუკვირდით. დაუკვირდით, მეგობრებო, მთელი სახარება რას ასწავლის? მე დღეს პატარა ექსკურს გავაკეთებ, მოკლე ექსკურს, სულაც არ ჭირდება ამას დიდი დრო, 5 წუთიც კი მეყოფა. რა მიღწევები დადო პირველმა ეკლესია? და სწორედ ამაზე დაყრდნობით ვიძახი, სახარება უნდა გაიმარჯვოს. სამეფო უნდა განივცოს და გამტკიცდეს. თუ ღმერთი სიტყვა ლაპარაკობს, რაზე შევთანხმდით თავიდან? ჩვენ უნდა გვწამდეს და უნდა ვაკეთებდეს იმას, რასაც ლაპარაკობს ღვთის სიტყვა და არა გადმოცემა, რასაც თუნდაც ჩემი ფიზიკური თვალი ხედავს. აი ერთ-ერთი საგალობელი, ეს ძალიან მიყვარს ეს საგალობელი, ცნობილი ჰიტია, ცნობილი ჰიმნია მსოფლიო მასშტაბით. ერთ-ერთი სიტყვები აქ ასეთი მესამე საგალობელი იყო, მკვდარი ძვლები, კვლავ გაცოცხლდებაო, გახსოვთ საწერია. გახსოვთ ეზეკიელის ეს უდიდესი ხილვა, რომელიც სწორედ, იცით რას უკავშირდება? იქ დანახულ ტაძარს, რომელიც არის წინასახე ეკლესიისა, მეგობრებო. წინასახეა ეკლესიისა, ეზეკიელი ხედავს ტაძარს, ეზეკიელი ხედავს ტაძრიდან წამოსულ მდინარეს, რომელიც ყველა ჭაობს კურნავს, რომელიც ყველა ჭანჭყობს კურნავს. ეს არის წინასწარმეტყველური სურათი, რასაც ეზეკიელი ხედავს. თორემ ის ტაძარი, რომელსაც ეზეკიელი მანამ ხედავს, ის განწირული იყო, ღმერთმა უთხრა მივატოვე, მსჯავრი მოვა მასზე. საუბარია სოლომონის ტაძარზე, მაგრამ ის აჩვენებს რაღაც სიმბოლოს ახალი ტაძრისას, ძვირფასებო. და იცით იქ საზომებიც კი გამოყენებული, ვინც კითხულობთ ამ წიგნს ან წაგიკითხავთ, ეუნება გაზომეო ტაძარი და ის ზომები, მეგობრებო, პირდაპირ პროპორციულია გამოცხადების წიგნში, როცა გვაქვს, როცა ზომავენ ახალი იერუსალიმს, პირდაპირ იდენტურია იმ ზომებისა. თორე ეს არის ეკლესიის სურათი. რომელიც კურნავს. ჩემი ლოცვა ეკლესიისადმი ასეთია, მეგობრებო. იმ ახალი ეკლესიისა, ამარა დააშავა. არაფერი. დავდივარ დარბაზში ღამის 12 საათზე და ლოცულობ, უფალო. და ახსრულდეს ამ ეკლესიას ის ყველაფერი, რაც შენ თქვი. დაივანო შენმა დიდებამ და იდინოს შენმა დიდებამ ამ ქალაქში, ამ ადგილიდან. თამამი განაცხადია, სულაც არა. თუ ეკლესია ამ ფუნქციით არ იცხოვრებს, მაშინ ის საერთოდ არ იცხოვრებს. ასე რომ სახარება გაიმარჯვებს, ეკლესია გაფართოვდება, ქრისტეს სამეფო გამტკიცდება, ამ ფონზე დაბრუნდება იესო ქრისტე, არა განდგომილი ეკლესიის გათასარჩენად. მოდი განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური ჭეშმარიტება თუ როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე. პირველი. ქრისტე დაბრუნდება გამარჯვებული ეკლესიისთვის. ეს იმდენჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ კიდე ცოტა სიღრმეში წავიდეთ. ქრისტე დაბრუნდება გამარჯვებული ეკლესიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი უნდა იყოს, რომ სახარება ისტორიულად წარმატებას მიაღწევს. მეგობრებო, შეხედეთ. თუ ჩვენი მოლოდინი ეს არ არის, მაშინ ჩვენი შრომა როგორი, როგორ უნდა იშრომო, ჩემ თავს ვკითხე ხოლმე, როცა ამ ყველაფერში განსჯა და გარკვევა დავიწყე. თუ მე რწმენა მაქვს, რომ ეკლესია განდგომილი იქნება, თუ ასეთი რწმენა მაქვს, ჩემი მოლოდინი როგორი იქნება? მოლოდინიც იგივე იქნება. და ჩემი ქადაგება და ჩემი სწავლება როგორი იქნება? რაღაცა შემგუებლური. არა უშავს ლაოდიკიის ეკლესია, ბოლო დროის ეკლესია. პირიქით, ჩვენი მოლოდინი უნდა იყოს ძვირფასებო, რომ წარმატებას მიაღწევს სახარება. ეკლესია რომ არ იქნება დამარცხების მდგომარეობაში. და ქრისტეს დაბრუნებამდე მისი სამეფოს გავლენა გავრცელდება. ის უკვე გავრცელდა და კიდევ გავრცელდება. სამყარო ასეთი არ იყო იესოს მოსვლისას, მეგობრებო. ასეთი არ იყო სამყარო. დღეს მთელი სამყარო ქრისტიანულია, რა თქმა უნდა, არა. ეს არის სწორედ ჩვენი საშრომი. ჩვენ კი ვცხოვრობთ
თითქოს ქრისტიანულ ქვეყანაში, მაგრამ რა ჩვენ გჯერა და ჩვენ ასე გვწამს რომ აქ ყველა ქრისტიანია, ყველა ქრისტიანულად ცხოვრობს, არა. არა, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჩვენი მოლოდინი სწორედ ის უნდა იყოს, რომ სახარება მიაღწევს ამ ერში წარმატებას. რომ ჩვენს თაობაში იმაზე უკეთესი რამ იქნება, ვიდრე დავიწყეთ, ვიდრე იყო. ძნელია ამაზე მივენდოთ უფალს. შეუძლებელია ამაზე მივენდოთ უფალს, რომ ჩვენს თაობაში, მეგობრებო, სამეფოს საზღვრებს გავაფართოვებთ, რომ ჩვენს თაობაში თუ ეკლესიის რაოდენობრივი ზრდა რამეს ნიშნავს, მაგრამ ის მაშინ ნიშნავს, როცა ეკლესია სულიერათაც იზრდება და ამაზე აუცილებლად ვიტყვით, რომ ჩვენს თაობაში ვქონდეს მოლოდინი, რომ ეკლესიის რაოდენობა გაიზრდება. შეგიძლიათ თქვათ ამენ? ესე იგი არ ყოფილა შეუძლებელი, რასაც ვამბობ. და თუ ყველა ეკლესია ასე იცხოვრებს, თუ ყველა ეკლესია ამ მოლოდინს ჩამოიყალიბებს, რომ სახარებამ წარმატებას მიაღწიოს, თუ ეკლესია დაიჯერებს, რომ ადამიანის შეცვლა რეალურია, ღმერთის მეშვეობით ეს ყველაზე დიდი სასწაულია, მაშინ ეკლესიები არ იცხოვრებენ მარცხის მდგომარეობაში, ძვირფასები. მათე 16:18 და მე გეუბნები შენ რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენ მას. ეს მუხლი იმაზე უფრო დიდია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჯოჯოხეთის ბჭე არის თავდაცვითი იარაღი, მეგობრებო, და იესომ თქვა წინასწარმეტყველურად რომ ჯოჯოხეთის ჭიშკრები ვერ გაუძლებს ეკლესიას. ეკლესია თავდაცვის მდგომარეობაში კი არ არის. ეკლესია შემტევია, მეგობრებო, თავისი არსით. 1 კორინთელების 15:25 ვინაიდან მან უნდა იმეფოს სანამ ფეხქვეშ არ მოაქცევს თავის ყველა მტერს. აი კიდევ ერთი გამოწვევა ეხა დისპენსაციონალიზმს. ანუ დისპენსაციონალიზმი ასე დაალაგა, როგორც გითხარით, ეკლესია იქნება განდგომილი, მოვა იესო და დაამარცხებს თავის ყველა მტერს და შეგვიყვანს 1000-ლიან მეფობაში. შეხედეთ რას ამბობს პავლე, დაუკვირდით. მან უნდა იმეფოს მანამ სანამ ფეხქვეშ არ მოაქცევს თავის ყველა მტერს. ანუ მისი მეფობა მანამ უნდა იყოს. ანუ დღეს სანამ მისი მტრები არ დამარცხდებიან. ხვდებით, მერე რა მოხდება თუ ამ მუხლს გააგზელებთ, მერე წერია მაშინ თვითონ იესოც გადასცემს მთელს მეფობას მამას და ყველაფერი მიიღებს ამ წესრიგს როგორც იყო. ანუ ეს მუხლი აბსოლუტურად სხვა პერსპექტივას ხსნის. იესო მანამ უნდა იმეფოსო. სანამ მისი მტრები დამარცხდებიან. ეს არის ეკლესიის ეპოქა, ძვირფასებო. იესოს მოსვლიდან დღემდე ეკლესიის ეპოქა არის. მისი სამეფო მაშინ დაიწყო. მისი მეფობა ახლა არის. ჩვენ იესოს მეფეს ვეძახით, ის მერე კი არ ხდება მეფე. იესო დღეს არის მეფე. ამას სახარება ლაპარაკობს. იმიტომ რომ მან მიიღო თელი ხელმწიფება, წერილი ამბობს, ზეცაში და მიწაზე. ის კი არ მიიღებს, მან უკვე მიიღო, ხოლო როცა ის მეორედ ბრუნდება, ის ამბობს, გადასცემს მთელ ხელმწიფებას მამას. ალბათ აქ უნდა გაგახსენდეთ, მეგობრებო, ფსალმუნში წინასწარმეტყველები 100 ფსალმუნის პირველი მუხლი აქ არ გაშუქდება, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივს, სანამ შენს მტრებს, შენს ფეხთა სადგამად ვაქცევ. მერე ებრაელთა წერილის 10:13 ამბობს, იესო ქრისტემ ერთგზის შეწირა მსხვერპლი და დააჯდა მამის მარჯვნივ. ნახეთ, ებრაელთა წერილის ავტორმა ფაქტიურად გამოაცხადა ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველების აღსრულება. ფსალმუნი 101 ამბობდა ახალ ვერსიაში, ძველ ვერსიებში 109 არის. მაშინ წინასწარმეტყველური სიტყვა ამბობს, რომ ჩემმა უფალმა, ანუ იაჰვემ უთხრა ადონაის, ანუ იესო ქრისტეს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს, შენს ფეხთა სადგამად ვაქცევდეო. ებრაელთა წერილის ავტორი უკვე აღსრულებულ ფაქტზე ლაპარაკობს. იესომ შესწირა მსხვერპლი, შესწირა რა საკუთარი თავი, დააჯდა მამის მარჯვნივ. სტეფანემ იხილა მამის მარჯვნივ მჯდარი იესო ქრისტე. ხოლო კორინთელთა წერილში უკვე პავლე მოციქული ამბობს, რომ მანამ უნდა იმეფოს, სანამ მისი მტრები ამ დედამიწაზე არ გახდებიან მის ფეხთა სადგამი. ეს არის ეკლესიის გამოწვევა. ეს არის ეკლესიის ეპოქა. ეს არის ეკლესიის მოწოდება, მეგობრებო. ამიტომ უნდა იყოს სახარება წარმატებული. ამიტომ უნდა იყოს ეკლესია გაფართოებული. ამიტომ უნდა იყოს სამეფო დამკვიდრებული და გამტკიცებული. ეს სხვა საშრომია. მეორე,
რისთვის დაბრუნდება? როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე? ქრისტე დაბრუნდება მისიონერული ეკლესიისთვის. სათაური ტერმინი, მეგობრებო, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა ჩავდოთ მასში. მისიონერული სულისკვეთება ძალიან მაწუხებს, ჩემი თავის გამო მაწუხებს, ეკლესიის გამო მაწუხებს, რომ არ ეტყობა დღეს ეკლესიას სამწუხაროდ რეალურად მისიონერული სულისკვეთება. თუ გინდა მახარებლური დაარქვით ამას. მათეოს 28:19 ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი. სამწუხაროდ ეკლესიამ ასე გაიგო, წადით და უქადაგეთ. იესოს არ უთქვავს ასე, მეგობრებო. იესომ თქვა, წადით და დაიმოწაფეთ. ძალიან დიდი განსხვავება არის. მე ცოტა კრიტიკულად ვიტყვი. არ განაწყენდეთ ხალხო, აი გეხვეწებით, ნუ განაწყენდებით. ისედაც გვეყოფა ეს წყენები. ზოგი ჯობია საერთოდ არ ლაპარაკობდეს. იმიტომ რომ ვიღაცამ ასე ირწმუნა, რომ მე ვილაპარაკებ. ვიქადაგებ და დიადავალებას ვასრულებ. არ ასრულებ ასე დიადავალებას. ხვდებით? სანამ შენი ნალაპარაკები შენ ცხოვრებას არ იქნება შესაბამისობაში, ვერავისაც ვერ დაიმოწაფებ. ეს სიმართლეა. ქადაგებას თავს უნდა ანებებთ, ცხოვრება გარდასახეთ იმის მიხედვით, თუ გინდათ რომ ხალხი დაიმოწაფო. მიხვდით ახლა რა ვთქვი ამით? იესომ თქვა, წადით და დაიმოწაფეთ. დიადავალება თუ მხოლოდ ქადაგება არის, ეს ადვილია მისი შესრულება თურმე. მე ვიქადაგებ, როგორც ამბობენ ხო, მე ვთესავ, კი, ვთესავთ. ყოველთვის შეიძლება ნაყოფი არ ჩანს. თუ გარედან შევხედავ, თუნდაც საკუთარ თავს. აი როგორ ლაპარაკობ, როგორი სიფრთხილით ლაპარაკობ, თუ გარედან შევხედავდი ნეიტრალურის თვალით, შეიძლება არ მომინდებოდა იმ ადამიანების მოსმენა, შეიძლება რომლებიც მე ლაპარაკებიან, იმიტომ რომ ცუდები არიან ძალიან, არა, მე ამას არ ვლაპარაკობ, მეგობრებო. შეიძლება შესაბამისად არ ლაპარაკობენ, შეიძლება მათი ცხოვრება და მათი სიტყვები რეალურად ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ დამოწაფება არის დიადი დავალება. მან თქვა, წადით და დაიმოწაფეთ ერები, ყველა ხალხი. ეს მხოლოდ დავალება არ არის ეკლესიაო. მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ქრისტეს მიერ დაპირებული წარმატების დეკლარაცია. მომისმინეთ, რასაც ვამბობ. არის ერთი დავალება, რომელიც ლამის შეუსრულებელ დავალებად არის დანახული ეკლესიის მიერ. შეუსრულებელ, არავის არ უნდა ღმერთი, არავინ არ ისმენს. გამოცდილება სხვა გვაქვს? არა. მე ასე გავიზარდე ქრისტიანულად. მე ამდენი წელია, მე ახლა დაღმართში ვარ წასული, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი, ხო ზოგიერთები ისევ აღმართს მიუყვებით. ხო არავის გეწყინათ ეს? ნახევარ საუკუნეს რო გადავაბიჯებთ, მე თავდაღმართი იწყება. და მე არ მინახია ასე მარტივი, მე არ შემხვედრია, მეგობრებო, პირი გავხსენი და გამომეკიდა 50 კაცი ეკლესიაში. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი მოლოდინი და ჩემი რწმენა იმაზე კი არ უნდა იყოს დაფუძნებული, რასაც ჩემი ფიზიკური თვალები ხედავენ. როცა პავლე მოციქული აპირებდა ეფესო დაეტოვებინა, უფალი გამოეცხადა და რა უთხრა, არ წახვიდი ამ ქალაქიდან, ბევრი ცხვარი მყავს ამ ქალაქში. გაიხსენეთ საქმე მოციქულთა წიგნში. პავლე ვერ ხედავდა. მე სხვა წერილში წერს, აბა ისთვის ვებრძოდი ამ მხეცებს ეფესოში. ეს იყო სულიერი ბრძოლა, დარჩა ქალაქში. 2-3 წელი თუ არ მეს დარჩა და მივიდა იმ ცხვრებთან, რომელიც ღმერთს ყავდა განსაზღვრული იმ ქალაქში. სახარება წარმატებისთვის არის, მეგობრებო, და არა მარცხისთვის განწირული. ეს სამეფოს პრინციპია. ამ ყველაფრის უკან თავად ღმერთი დგას, მეგობრებო. თუ იმარჯვებულია მისი ეკლესია მარცხში, როგორ უნდა ცხოვრობდეს. თან მღერით ამაზე. რომ იესო ქრისტემ განაიარაღა ეშმაკი ჯვარს მიალურსმა იზეიმა. იფიქრეთ, ჩართეთ მთელი გონება. ეს არის, მეგობრებო, როგორც თქვით, ქრისტეს მიერ დაპირებული წარმატების დეკლარაცია, დიადი დავალება. დიადავალებაში ვკითხულობთ, წადით და დაიმოწაფეთ ერები. ეს არის დეკლარაცია დაპირებული წარმატებისა, დეკლარირება იესოს მიერ დაპირებული წარმატებისა. ამიტომ ქრისტეს დაბრუნებამდე ეკლესიამ სახარება ყველა ხალხში უნდა გაავრცელოს. დიახ. და ამენ. ეკლესიის მისია უბრალოდ შესრულების მცდელობად არ უნდა გადავაქციოთ. ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენ დასვენეოდი ადამიანებს ბევრს უყვარს ამის თქმა, შეიძლება მეც მიყვარს, მაგრამ ვთვლობ რომ ხშირად აღარ ვთქვა. და ეხლა მიხვდებით რასაც ვამბობ. მე რაც შემიძლია ვაკეთებ, ადამიანები ამბობენ ხოლმე ხშირად.
ეხლა ამას ძალიან დიდი შორიდან თავმოულა უნდა რომ გული არ დაუჭრა თვინმეს. მე რაც შემიძლია ვაკეთებ, მოდი განვიხილოთ, კარგია თუ ცუდი. ადამიანურად კარგად ჩანს. მაგრამ ღვთიური პერსპექტივიდან მოდი ვთქვათ, ანუ როცა მე ვამბობ რომ მე რაც შემიძლია ვაკეთებ, ფაქტიურად ეგრეთ წოდებულ ჭერს ვაყენებ. საზომს ვაყენებ, აი პატალოგს რო ვეძახით რუსულად. და საერთოდ მაქსველს აქვს, ჯონ მაქსველს სწავლება 21 უცილობელი კანონი ლიდერობის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლიდერები წყვეტენ განვითარებას, არის ჭერის კანონი. ჩათვალეს რომ მომორჩა. და ვეღარ ვითარდებიან, მაგრამ არიან ლიდერები, რომლებიც არ ცნობენ ამ ჭერის კანონს და მათი განვითარება გრძელდება და გრძელდება. ხვდებით? ამიტომ როცა მე ვამბობ, რაც შემიძლია ვაკეთებ, შეიძლება სიტყვის მასალად კარგი იყოს, მაგრამ როცა ეს ასე გამოსჭვივის, რომ ამის იქით მე არ ვაპირებ, ან აღარაფერი მითხრათ, ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. ფაქტიურად ეს ელიას მდგომარეობას გაავს, რომ მორჩა, წამიყვანე. ელეონეო აღარაფრის კეთება აღარ მინდა, არაფრის განხილვა აღარ მინდა. ასაკი არ ქონდა ამ კაცს, გადავიწვი, კი არ ამბობდა რომ გადაიწვა. გაიგეთ? ეხლა არ არის საშიში თუ ამის მერე იტყვით, რაც შემიძლია ვაკეთებო, მე არ გამოგეკიდებით, მაგრამ მოდი მეგობრებო, შევარჩიოთ სიტყვები, მოდი ნუ ვიტყვით რომ всё, აქამდე მოვედი და ამის იქით განვითარებას აღარ ვაპირებ, ნუ იტყვით ასე. დაუფიქრდით და ასე თქვით, ჯობია რომ როგორც დავითი ამბობდა, ვინ ვარ მე ან ვინ არის შენი ხალხი, ღმერთო ეს რომ შეგვაძლებინეო, სულ მაგას ვამბობ იმ ადგილას, მართო ვინ ვარ, ერთი მუჭა ხალხი. იცით რომ ამ კანონის მეშვეობით მეგობრებო, რომ ის როგორ არის განვიხილავთ, გავიდა წელი. არ ვჩერდებით. არ გავჩერებულ ვართ მეგობრებო, ყოველ დღე მაინც რაღაცა კეთდება. და იცით ეს ზოგიერთებს ახლა თუ გონიათ, იცით ერთხელ მეფე შეტირაო ვიღაცამ ეს ძველად თქმაში არის, მეფეო გვაჭამეო შიმშილობა იყო ისრაელში, ალყაში იყო ისრაელი და უბრალო ხალხს ეგონა მეფემა იცოდენ რამე და აი გოჩა მიხვდა რასაც ვლაპარაკობ და გაეცინა, რატომ მიხვდა, იცით? ტელეპათიურები ვარ ჩვენ. ვინც წერილს კითხულობს, მიხვდება, რასაც ვლაპარაკობ. ეხლა დაუკვირდით. შეტირაო ასე მეფეო გვიჭვერე გვაჭამე რამეო და მოუბრუნდა ეს მეფე და რომელი ბეღლიდან და რომელი საცავიდანო, ისიც იმნაირ დღეში იყო. იმიტომ რომ ალყაში იყო ისრაელი. მაგრამ საოცარი ეს არის მეგობრებო, რომ როცა ეს დამოწმება გვაქვს შინაგანში, როცა გვეცოდინება, როცა ვიცით ღმერთის ნებით დაწყებულს, მისი მხარდაჭერა რო არ აკლდება, გავივლით ამ სიზნელეებს. გავივლით ამ ყველაფერს. სახარება წარმატებას მიაღწევს. და სწორედ ასე არის ხომ უფალს ვეუბნე, ვინ ვართ უფალო, ერთი მუჭა ხალხი. იცით რამდენი ადამიანი მხვდება დამოწმებასავით არის, უარა მაგარი რაღაცა შენდება. ნახეთ, ხალხი მეგობრებო, ვიღაცებს აქვთ ასეთი გამოხმაურება. რამხელა რაღაცა კეთდება. მაგრამ საოცარი ის არის, რაც კეთდება ღმერთის ხელი. აპატიეთ. არ შემიძლია ხომ აქ გადახვევა არ გავაკეთო. ჩვენ არ უყურებთ ამ მისიას როგორც შეუსრულებელს. ეკლესია უნდა დაბრუნდეს დიადი დავალების რეალური შესრულების ბილიკზე. ამიტომ წვალობთ ამდენს, ამიტომ ჯახირობთ, ამიტომ ჩხუბობთ. ხო ხშირად ამბობთ ხომ რატომ ჩხუბობთ? აი ამიტომ ჩხუბობთ მეგობრებო. ეკლესია უნდა დაბრუნდეს დიადი დავალების რეალურ ბილიკზე, შესრულების, არა მცდელობა, არა შეუსრულებელი მისია 2 ჰოლივუდის ფილმებს რო უყურებთ ხოლმე. ეს არის შესრულებადი მისია, ღმერთი არ გვაძლევს შეუსრულებელ დავალებას. ღმერთმა ეკლესია აღჭურვა ყველაფრით, რომ მან შეასრულოს ეს მისია, რომ დაიმოწაფოს ერები, რომ სახარება მიაღწიოს წარმატებას, რომ სამეფო განივრცოს და გამტკიცდეს და საზოგადოებაზე კონდეს გავლენა. პირველი ეკლესიის მიღწევები. 2 წუთით სად დაიბადა პირველი ეკლესია? საშინელ ამორალურობაში, საშინელ რელიგიურობაში. თქვენ მეგობრებო, ეს რელიგიები, რომელზეც თქვენ წუწუნებთ, მოგეჩვენებოდათ რელაქსად. თქვენ რომ იუდეიზმის წიაღში გეცხოვრათ და იუდეიზმის ისტორიულად რომ გადახედოთ, სახარებაში კი ჩანს, მაგრამ ვერ ამჩნევენ ხოლმე იდეალისტები, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ თუ ასე იტყვიან, რომ იუდაიზმმა საშინელი ზიანი მიაყენა ქრისტიანობას, იცით ამას ასე გაგიქვამო, შენ ანტისემიტიზმს, ხარ რა ანტისემიტიზმი, ხალხო მეგელაპარაკებით იმ ფაქტს. ყველაზე დიდი მტერი პირველ საუკუნეში ეკლესიას ყავდა იუდაიზმის სახით. შემდეგში შეთანხმდა რომის იმპერიასთან და ერთად მოქმედებდა ეს 2 გიგანტი.
და უდიდესი მსხვერპლი, უდიდესი სისხლი ქონდა ეკლესიას ამის გამო მთელი სახარება ამას ლაპარაკობს, მთელი ახალი აღთქმა. აი ასეთ გარემოში დაიბადა ეკლესია. რას მიაღწია ეკლესიამ? ქრისტედან 300 წლის თავზე დაახლოებით რომის იმპერიის სახელმწიფო რწმენა გახდა ქრისტიანობა. ზოგიერთები ამაში ნეგატივს ხედავენ. რა არის ხალხო ნეგატივი? აი თქვენ რომ წაიკითხოთ იგივე ფლავიუსის ისტორიიდან, ანუ თქვენ ამ ნახოთ მეგობრებო ნეტარი ავგუსტინეს ჩანაწერები, ცნობილი წიგნები, რაც ამ კაცს დაუწერია, ის პირდაპირ ლაპარაკობს, კერპები გაქრა. კერპთაყვანისმცემლობა წავიდა, ქრისტიანობა არის. მერე ვიღაცა მეტყვის, მერე როგორ განვითარდა. სწორედ მაგაშია პრობლემა, როგორც კი ეკლესია ძილს მიეცემა, მაშინვე დაითესება ღვაწლი. ეს თანსდევს ეკლესიას, მეგობრებო. თუ ეკლესია ფხიზელია, არ დაუშვებს ღვაწლის დათესვას, არ შეიცვლის დოქტრინას, არ შეიცვლის მოქმედებას, არ შეიცვლის ზნეს. თორემ ნახეთ მეგობრებო, როგორი მიღწევა ქონდა, 300 წელი იყო გასული, იატაკქვეშეთში, დევნაში, იმპერატორების დეკლარაციებია ცნობილი, რომ აღარ იარსებებს ქრისტიანობა, სახელმწიფო რომის იმპერიის ცენტრალური რწმენა გახდა მეგობრებო. ეს ნიშნავდა მსოფლიო რელიგიას. იმიტომ რომ ეს იყო მსოფლიო იმპერია. და კიდევ ერთი პატარა პარალელი, მოდი ავიღოთ შუა საუკუნეების პროტესტანტული რეფორმაცია. ხალხო თუ ამაზე დროს დახარჯავთ, ეს იყო ფენომენალური მოვლენა ევროპაში. სანამ წიგნებში ამას არ წერდნენ სახელმძღვანელოებაში, როგორ იყო განხილული, იცით, გაშარჟებული იყო, ვიღაცა მარტინ ლუთერი იყო, რაღაცებს ბოდიალობდა და ვიღაცა ის. მეგობრებო, ეს რომ ნახოთ როგორი პროცესია, თან ერთმანეთთან ორგანიზებული არა, როცა მარტინ ლუთერი გერმანიაში აკეთებდა ამას, იან ჰუსი მანამდე აკეთებდა ჩეხეთში. სადღაცა ვიკლიფი აკეთებდა. ხვდებით, ეს არ იყო მეგობრებო ადამიანურად ორგანიზებული, ეს იყო ღვთის მოძრაობა, ეს იყო სულიწმინდის მოძრაობა, რა თქმა უნდა კათოლიკებს ასე არ ესმით. არ ესმოდათ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ამ მოვლენამ მეგობრებო აზვირთდა ეს მოვლენა და რეფორმაცია ეწოდა. ევროპის რეფორმაცია ეწოდა, ქრისტიანული რეფორმაცია. სახელმწიფოები დაექვემდებარა რეფორმაციას მეგობრებო. კანონები შეიცვალა. როცა იძახიან ხომ ევროპული სამართალი, იცით ამაზე დგას ხალხო. ახლა ვეტყვით, მე ევროპულს ისიც ხო ახასიათებს, ეს არ მოუტანია ქრისტიანობას. ეს არა ქრისტიანობა მოიტანა. რეფორმირებული ევროპა ასეთი არ იყო. ხვდებით? და სად მოხდა? იცით ისტორიაში როგორ არის მოხსენიებული შუა საუკუნეების სოფლიო? სიბნელის პერიოდად არის ეკლესიის ისტორიაში მოხსენიებული. ანუ მე-5 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე სიბნელის პერიოდს უწოდებენ. იმიტომ როცა ეკლესიამ ასე ვთქვა თავისი პოზიცია დაკარგა, სიფხიზლე დაკარგა, როცა ეკლესია ჩაიძირა 1000 გვარ რაღაც გადმოცემებში, როცა ეკლესიაში კანონი გახდა, წმინდანების თაყვანისცემა, სხვადასხვა სიწმინდეების თაყვანისცემა, ენით გაუგონარი რაღაცები ხდებოდა. და მეგობრებო 10 საუკუნე გრძელდებოდა დაახლოებით 1000 წელი ეს ყველაფერი. და ეკლესიის ისტორიაში სიბნელის პერიოდი ეწოდება. და როგორ მოხდა ამ სიბნელის გარღვევა? ეკლესია ისევ ფეხზე დადგა. ეკლესია დაუბრუნდა საწყის, სათავეებს დაუბრუნდა, სახარების ჭეშმარიტებას დაუბრუნდა, დაიწყო სულიწმინდა მოქმედება. მერე ისევ რა მოხდა? ისევ დაიძინა. ჩვენ გვაქვს ასევე მეგობრებო სხვადასხვა პერიოდებში დიდი გამოღვიძებების ისტორიები. 90-იანი წლების ბოლოს მეგობრებო საქართველოში ჩამოაღწია ერთმა დოკუმენტურმა ფილმმა, შეიძლება რო ვიტყვი ზოგიერთებს კონდეთ ნანახი. მასში იყო გადმოცემული სამხრეთ ამერიკაში რამდენიმე ძლიერი გამოღვიძება, კოლუმბიის გამოღვიძება, გვატემალას გამოღვიძება. გაქვთ ეს ფილმი ნაყურები? როცა ამას უყურებდი, შოკი მქონდა ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პროდუქტი აი ამ ასეთი ეკლესიისა განდგომილება, არავის არ უნდა ღმერთი და წამიწამზე ქრისტე მოდის და ჩვენ ამ დოკუმენტურ ფილმებში ვხედავდით მეგობრებო კოლუმბიაში ეკლესიებმა როგორ დაიწყეს ერთობლივი ლოცვები, როგორ დაიწყო ხუთმა კაცმა, როგორ გახდა 50, როგორ გაავსეს სტადიონები.
და დაიწყო წარმოუდგენელი ცვლილებები ამ ნარკოტიკებით და ნარკოკარტელებში ჩაძირულ ქვეყანაში, მეგობრებო. დაიწყო კანონიერება. მე ვხედავთ გვატემალაში როგორ ისეც იმაუზის ქვეყანა არის, მეგობრებო, და ციხის უფროსი რა ინტერვიუს აძლევს, რომ ისეთი რეფორმაცია მოვიდა და ისეთი გამოღვიძება მოვიდა, ციხეები დაიცალა პატიმრებისგან. კაცი ამბობდა, ციხის უფროსი ვარ და ციხეში პატიმრები აღარ არის. არასდროს არ გინახავთ ეს პირი? ეს იყო საოცარი ისტორია გამოღვიძებებისა. და რატომ ხდება ასეთი გამოღვიძებები? თუ კი ერთ ადგილზე შეიძლება, თუ კი კოლუმბიაში შეიძლება, თუ კი გვატემალაში შეიძლება, თუ კი კორეაში შეიძლება, აქ რატომ არ შეიძლება? მაგრამ უნდა ავიღოთ და იგივე ფასის გადახდა უნდა მოვინდომოთ, მეგობრებო. რა ფასიც გადაიხადეს იქ კონკრეტულმა ეკლესიებმა, კონკრეტულმა ჭურჭლებმა, კოლუმბიის გამოღვიძებაში ერთი ხუთსესი ემსხვერპლა, მეგობრებო. იცით ამ ნარკოკარტელებმა მკვლელი დაიქირავეს, როცა ის ამის წინააღმდეგ ლაპარაკობდა, საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ეს იყო გაფრთხილება ყველა მწყემსისთვის. იცით რა ქნეს მწყემსებმა? მის დასაფლავებაზე ფიცი დადეს, რომ შეეწირებოდნენ ამ საქმეს და არ გაჩერდებოდნენ. და მან წარმოშვა უზარმაზარი სულისკვეთება და გამოღვიძება. ასე არ ხდება, მეგობრებო, ისე ფეხების დაუსწველებლად ის სამწუთიანი ლოცვით აბა შენ იცი უფალო ახლა ტკბილად გამითენე დილა. ასე არ ხდება. მესამე, ქრისტე დაბრუნდება სულიერად მოწიფული ეკლესიისთვის. სულიერად მოწიფული ეკლესია. ამისთვის დაბრუნდება. ის არ მოძებნის, მეგობრებო, რაღაც რაოდენობას. შევხედავ, არა, ის ეძებს და ის დაბრუნდება სულიერად მწიფე ეკლესიისთვის. ეკლესია მხოლოდ რაოდენობრივად კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ სულიერადაც უნდა დამწიფდეს. სულიერად უნდა დამწიფდეს. ეფესელთა 4:13 ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას, ღვთისძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ. ეს არის სტანდარტი. ქრისტეს სულიერი ასაკი უნდა შევიძინოთ. ქრისტეს მსგავსებაში უნდა გადავდიოდეთ, მეგობრებო. აი აქ გაგრძელებაც არის ამ მუხლების არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული ერთად შერწყმული, შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით, ახორციელებს სხეულის ზრდას, თავის სიყვარულში აღსაშენებლად. რთული ტექსტია, მაგრამ მარტივად გეტყვით, მეგობრებო, რა წერია. თითოეული ასო თუ ზომიერად იზრდებაო, სხეულიც იზრდება. ხალხი როგორ განიხილავს? ხალხი განიხილავს, რომ ერთი 3-5 კაცი ფორჯალობდეს რაღაცას ეკლესიაში. და დანარჩენები ვიქნებით მაყურებლები, ექსპერტები, კრიტიკოსები, დაუჯდებით და ეს ასე ჯობდა, ეს ასე იქნებოდა. ხო იცით ახლა ტელევიზორში ყველას ექსპერტი რომ ქვია და გატაცებული ვართ ჩვენც ასე. თითოეული ასოს ზრდით იზრდება სხეული. ზომიერად ზრდით. ქრისტე დაბრუნდება მოწიფული ეკლესიისთვის. კოლოსელთა 1:28, რომელსაც ვქადაგებთ, ნახეთ რა სამოს პავლე ჩვენ ვქადაგებთო სახარებას, რათა შევაგონოთ, ვასწავლოთ ყოველ ადამიანს. აქ არის საოცარი სიტყვები. ყოველ ადამიანს ერთი, ყოველგვარი სიბრძნე მეორე. ნახეთ, ყოველ ადამიანს, ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარმოადგინოს სრულქმნელი ქრისტე იესოში. პავლემ ასე კი რაღაც ელიტას, ლიდერებს, რამდენი მცდელობა არის ხოლმე რომ იცით ეკლესიას აქვს ეს თუნება გამოყოს ლიდერები, დანარჩენი ეკლესიის, ლიდერებთან მუშაობ, ლიდერებთან, რა თქმა უნდა, ლიდერებთან თავის სამუშაო ჩასატარებელია, მაგრამ პავლეს ასე არ უთქვავს, პავლემ თქვა, იმიტომ ვასწავლით და ისევ ვქადაგებთ, რომ ყოველი კაცი, ყოველგვარ სიბრძნეს ვაზიაროთ, რომ როგორც არის მე როგორ წერია? და ყოველი ადამიანი წარმოადგინოთო სრულქმნილი ქრისტე იესოში. ეს არის ეკლესიის მისია. ქრისტე დაბრუნდება სულიერად მწიფე ეკლესიისთვის. ქრისტესთვის მზადყოფნა მხოლოდ მოვლენების მოლოდინი არ არის. აი ხალხი ელოდება, აი როგორც ეხან გითხარი, თოფი გავარდა, იესო მოდის, ახლა რაღაცა მოხდება, აბა არ მოხდა. კაი, ხვალ დაველოდებით. ეს არ არის მზადყოფნა, მეგობრებო. ეს არის ტყუილი. ეს უნდა იყოს ქრისტეს მსგავსებაში მიზანმიმართული და მუდმივი ზრდა. დიდება იესოს. მეოთხე, ქრისტე დაბრუნდება წმინდა და
მოწესრიგებული პატარძლისთვის. მე უნდა შეგახსენოთ მეგობრებო, ეკლესიის ერთ-ერთი განმარტება, ერთ-ერთი მახასიათებელი არის ეკლესია არის საპატარძლო. საპატარძლო. ქრისტე დაბრუნდება წმინდა და მოწესრიგებული საპატარძლოსთვის. ეხლა ცოტას ისევ ვიჩხუბებ. ჯერ წავიკითხავ ეფესელთა 5:25-27, მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. კაცებო, დაუგვირდით რაღაცას, როცა ვლაპარაკობთ, როცა კურთხევას ვაკეთებთ ხოლმე, ან ზოგადად ქვეყნიერებაზე. იქ საერთოდ გაუგებარია, ქვეყნიერებას არ ვიძახი უფრო ტრადიციულ წრეებში, რაღაცა რიტუალში ასრულებენ, მეჯვარეები უკან დაყვებიან, რაღაცას ლაპარაკობენ, გამოაცხადებენ ცოლქრად, მორჩა. ევანგელურ სამყაროში როგორ ხდება? წავიკითხავთ, გიყვარდეს, დაემორჩილე, გასაგებია, გასაგებია. მერე მიდიან. იწყება სეირი. ნახეთ მეგობრებო, პავლემ რა თქვა? როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესიაო, ასეთი სიყვარულისთვის უნდა იყოს მზადყოფნაში მამაკაცი. თავი გასწირაო ეკლესიისთვის. მეორე ნაწილი ამუხლისა შეხედეთ. თავი გასწირა მისთვის, რათა წმინდა იყო იგი, განეწმინდა წყალში გამბანი თავის სიტყვის მეშვეობით. ხალხო, ეკლესიაზე ვლაპარაკობთ, როგორი ეკლესიისთვის დაბრუნდება, როგორი პატარძლისთვის დაბრუნდება, თვითონ სიცოცხლე გაწირა, რომ განეწმინდა. და ეკლესია მეს წმინდა მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს, ის დანიშნულია ქრისტეზე. ეს ტერმინი, მეგობრებო, შეიძლება გიკვირთ, მაგრამ მეც ვერ ვიგებ ბოლომდე, მაგრამ ნახეთ, მიიღეთ ეს ბიბლიური ჭეშმარიტება და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არ აქვს არც ლაქა, არც მანკი, არც რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით წმინდა და უბიწო ყოფილიყო. მოდი ახლა ავიღოთ, ქალებო არ გეწყინოთ. ავიღოთ ახლა პატარძლის პროტოტიპი, აი ამის ანტიპოდი მთლიანად. და დილას გამახსენდა ერთი ფილმი, ქეთო და კოტე, რამდენს გაქვთ ნანახი ქეთო და კოტე? როცა პატარძალი, რომელიც არის ულამაზესი, ცვლიან და ის პატარძალი ხანუმა გახსოვთ? თუ კი რამე შეიძლება უწოდო, არაწმინდა, რა ვიცი, საშინელი, საზიზღარი, მოუწესრიგე, მაკიაჟიც როგორ აქვს აკეთებული, გახსოვთ, აქ უსვია წითელი, რაღა მოდუთხნული, ქალის ანტიპოდი. და გახსოვთ სიძე რო გარბის ქორწილიდან? იმიტომ რომ ის არ მოდიოდა ასეთი პატარძლისთვის. მეგობრებო, მე რომ ვიგონებდი ამას, არ მექნებოდა გაბედულება. ნახეთ, წავიკითხეთ. დიდებულ ეკლესიად შექმნაო თავისთვის. რომ არ უნდა კონდეს მანკი, ლაქა. და ჩვენ ბედავთ მეგობრებო და ჩვენი ფარული სამყაროები გვაქვს. ჩვენ ბედავთ და 1000 რამეს ვეხებით, პირდაპირ გეუბნებით ხალხო. ჩვენ ბედავთ. მეტი რა ვთქვათ ხალხო, ვინმე აქ უცოდველია, ვინმე შეცდომა არ დაგვიშვია, არა. გადმოკვეთეთ ის ხაზები, რომელსაც ხშირად კვეთავთ, მეგობრებო, დაარქვით რაღაცას წითელი ხაზები. ეს არ არის ის, მეგობრებო, რისთვისაც იესომ გაგვანთავისუფლა. ეს არ არის, მეგობრებო, რაღაც ფარულ ნებებში, რაღაც დამოკიდებულებების ტყვეობაში ვიყოთ. სანამ ამის გადმოკვეთას არ ვისწავლით და მე სულიწმინდა არ მოქმედებს ეკლესიაში და ვის აკრიტიკებთ, მე სულიწმინდა რო არ მოქმედებს, სულიწმინდის გაკრიტიკებას აპირებთ, ანუ ვინა სამი კაცია პასუხისმგებელი სულიწმინდა ამოქმედოს ეკლესიაში, როგორ, აი წარმოიდგინეთ, პირდაპირ ვკითხულობთ, რომ მან უმანკო, ულაქო სიცოცხლე გასწირა იმისთვის, რომ ეკლესია ასეთი ყოფილიყო. პირთად კი არ დაგვადო, მისივე მადლით არის შესაძლებელი, რომ ხაზისაკეთ შევძლო ცხოვრება. ასეთი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე, არა გაწეწილი, არა ხანუმასნაირი პატარძლისთვის, ვირფასებო, მაპატიეთ ამ შედარებაზე, მაგრამ ეს მოუწესრიგებელი, ეს ქაოსური, ვინც რა უნდა, იმას აკეთებს, ვინც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს, ვინც როგორ უნდა, ისე გააკეთებს, თავისი სამყარო აქვს ყველას. აბა ჩემ ჭკუაზე ივლით, არა, ღმერთის ჭკუაზე იარეთ, ხალხო. ღმერთის ნებაზე გასწორდით, მეგობრებო. თუ ამ თემას ვეხებით, შეუძლებელია სხვანაირად ნაზად ვილაპარაკოთ. მოუწესრიგდეთ, მეგობრებო, ეკლესია.
სიწმინდე არის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მახასიათებელი. ისევე როგორც ღმერთის ყველაზე უდიდესი მახასიათებელი. სადაც არ უნდა ჩაწეროთ, ChatGPT-საც რო კითხოთ, ისიც გეტყვის, რომ ღმერთის ყველაზე დიდი მახასიათებელი არის სიწმინდე მის სიყვარულთან ერთად. და თუ ღმერთისთვის არის მახასიათებელი სიწმინდე, მაშინ ეკლესიისთვის ყველაზე გამოკვეთილი მახასიათებელი არის სიწმინდე და წესრიგი ღვთიური ეკლესიაში. იმიტომ მე არ აქვს მნიშვნელობა რა პროგრამები ექნება ეკლესიას, თუ ეკლესია არ ავლენს და არ ცხოვრობს სიწმინდეში. ამ როლს და ამ ფუნქციას ეკლესია ვერ მოირგებს. მაშინ კი იქნება განდგომილი. მაშინ კი იქნება ლაოდიკია და ვარესიც. მაგრამ ეს არ არის ეკლესიის ბედისწერა. მეორე კორინთელების 11:2 ვინაიდან მოშურნევარ თქვენს მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმინდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. ნახეთ რა სიტყვებს იყენებს პავლე მოციქული. წმინდა ქალწულად. წმინდა ქალწულად. დღეს ქალწულობას დასცინიან სამწუხაროდ მეგობრებო. მეორე ტიმოთეს 2:21 ამრიგად ვინც ამადგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმენდილი, ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის. აი რა არის ბარიერი. გავსუფთავდებით, თითოეული გავხდებით ხელმწიფისთვის მოსახმარი ჭურჭლები. და ბოლო და მეხუთე. ქრისტე დაბრუნდება ეკლესიისთვის, რომელიც ღვთის შემეცნებას ფართოდ ავრცელებს და ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. ვიმეორებ, ქრისტე დაბრუნდება ეკლესიისთვის, რომელიც ღვთის შემეცნებას, ღვთის სოდნას ავრცელებს ფართოდ საზოგადოებაში და ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. იცით, ერთ-ერთი მომენტი, მეგობრებო, აი ხშირად სკეპტიკოსები არიან, ხო, ბანაკში რა მოხდა, ვინმე გადარჩა, მეკითხებიან, თუ ვინმე გადარჩება, ამას რა ჯობია, თუ ვინმე სულიწმნით მოინათლება, ამას რა ჯობია, მაგრამ მეგობრებო, ერთ-ერთი მიზანი ჩემთვის პირადად, ჩემს ხედვაში, ბანაკში რაც უნდა ხდებოდეს, სწორედ ეს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა არის. პავლე მოციქულმა კეისრის სამსჯავრო მოითხოვა მანიქადაგა ფელიქსთან, ეს სახელებიც კი მახსოვს. მანიქადაგა ფესტოსთან, მანიქადაგა აგრიპასთან. ფელიქსზე ვკითხულობთ, ფელიქსიო ხშირად უძახდა და აინტერესაო, ფულიც უნდოდა, მაგრამ ნახეთ, ნუ გადაიტანთ მარტო ამაზე, ფელიქს ეგონაო ფულს გადამიხდისო, მაგრამ ასევე წერია, ფელიქსი იყო მთელი პროვინციის მთავარი, რომ ხშირად ეძახდა და ელაპარაკებოდა პავლეს. დაუკვირდით, პავლე პატიმარი იყო, პატიმრობის მდგომარეობიდან. ნახეთ მეგობრებო, ნახეთ, ღმერთი ასე კი არ იყენებს ვიღაცებს, ვისაც საერთოდ ხედვა არ გააჩნია. პატიმარი კაცი იყო ასე გამოყენებული. საზოგადოებაზე აზრს ცვლიდა. მერე ფელიქსი ფესტოსმა შეცვალა. ფესტოსმას მოусმინა. მერე ამ ფესტოსმა მეფე აგრიპასთან, იუდას მეფესთან წაიყვანა. უნდა შეგახსენოთ უმრავლესობას გეცოდინებათ, როცა იუდას მეფე აგრიპა უსმენდა პავლეს, მან ასეთ სიტყვები უთხრა: "ცოტა გაკლია და რაო ქრისტიანად მაგცეო." და იცით მერე პავლე სად მივიდა? კეისართან მივიდა სალაპარაკო. და რომელთა წერილი არ ამბობს ამას ბოლომდე, მაგრამ მოციქულთა საქმე მოციქულთა წერილი ასე ამთავრებს, რომ როცა პავლე ჩავიდა რომში, გამოუყვეს ოთახი, შინაპატიმრობაში იყო, მაგრამ ეკლესიას ხვდებოდა ჩვეულებრივ და ასე ელოდებოდა კეისრის სამსჯავროს. მხოლოდ ისტორია ვიცით, მერე როგორ გავიდა კეისრის სამსჯავროს და როგორ მიუსაჯეს მას სიკვდილი. აი ნახეთ რა არის მეგობრებო. მეფეებთან მივიდა სიტყვა. რა დროს? როცა ქრისტიანობა იყო ყველაზე დასაცინი, დამცირებული, ეს გენეტიკა აქვს ეკლესიას, ხალხო. ეს მოწოდება აქვს ეკლესიას, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოხდეს. ილოცეთ ამისთვის. ილოცეთ ცნობილი სახეებისთვის, რომ სახარება მივიდეს მათთან, მეგობრებო. იმიტომ რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უნდა ახდენდეს სახარება გავლენას. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ სადღაც შეკეტილი როგორც სექტა ძვირფასებო, რასაც წვანე ქონდა ანთებული წლების განმავლობაში. სადღაცა ვითომ ბუნკერში ამოვყოთ თავი რაღაცა წამოვიყვიროთ ერთი და ჩავძრეთ. ესაია 11:9, ნახეთ ბიბლიური ორ მუხტს მოგცევთ, მეც არა. რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვა წყლებით დაფარული. ესაია მიწინასწარ მეტყველა ძვირფასებო, რომ
მთელი დედამიწა, მთელი ქვეყანა უფლის შემეცნებით ისე აივსებაო, როგორც ზღვები არის წყლით სავსე. აბაკუმი 2:14, რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას სავსებენ წყლები. ეკლესიის მისიიდან გამომდინარე, ეკლესია საკუთარ ვიწრო ნაჭუჭში კი არ უნდა ცხოვრობდეს, არამედ კეთილგანწყობას და გავლენას იხვეჭდეს ქვეყნიერებაზე. ეკლესიის გამარჯვება მხოლოდ ადამიანების მოქცევა არ არის. ქრისტიანული ჭეშმარიტება თანდათან უნდა მოქმედებდეს და გავლენას ახდენდეს ოჯახებზე, კულტურაზე და საზოგადოებაზე. თუ გიჟი გონი ვართ, აქვე მითხარით მეგობრებო. თუ გიჟი გონი ვართ, თანამდებობისთვის შეუფერებელი. ამაზე კი არ უნდა გაგვეცინოს, არა, ეხლა რო გეღიმებათ ეს მესმის, მე რაღაცა ვთქვი ვიხუმრე. თუ ამის არ გჯერათ, მაშინ ჩვენ ამ დიადავალების გაგებაში არ ვართ ხალხო. ადამიანის გადარჩენა არ არის მხოლოდ გადარჩენილები რას გააკეთებენ, გადარჩენილები როგორ მოიქცევიან, გადარჩენილები რა გზას დაადგებიან. საზოგადოებაზე გავლენა, ოჯახებზე გავლენა. ქრისტიანული გავლენა. მე ვამთავრებ მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით მეგობრებო შეიძლება არ ჩანდეს ეს, თუმცა ქვეყანა მყარად ამტკიცებს რომ ის ქრისტიანულ ტრადიციაზე დგას და იცით ახლა ეს რა დაპირისპირებას იწვევს თუნდაც დასავლურ ინსტიტუტებთან და რაღაცა თითქოს ეს განაცხადები რომ აი ჩვენ ღირებულებები გვაქვს, აი ჩვენ ოჯახის ღირებულებები. დეკლარაციის დონეზე რამეს უწუნებთ ამას? დეკლარაციის დონეზე გვიხარია, მე მომწონს დეკლარაციის დონეზე. ანუ განცხადების დონეზე რომ ოჯახური ღირებულებები, მაგრამ ისინი ვინც ამაზე ლაპარაკობენ მეგობრებო, როცა ისინი კატასტროფულად ცხოვრობენ და სხვა მაგალითს აძლევენ საზოგადოებას, ამას არანაირი ძალა არ აქვს. მაგრამ ძალა რას აქვს იცით, როცა დეკლარირებული წასია და როცა ადამიანები ამ ზეგავლენით ცხოვრებას იწყებენ. ჩვენთან მეგობრებო იგეგმება ერთი ამერიკელი კონგრესმენის ჩამოსვლა სტუმრად, რომელიც არის ძალიან კარგი ქრისტიანი. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს, ერთ კონფერენციაზე ვიყავით სპიკერები 2 წლის უკან. და ჩემთვის ეს პირველი შეხვედრა პირველად იყო, როცა კონგრესის წევრი, ტეხასის შტატიდან ერთ-ერთი უდიდესი შტატია, ქადაგებელი იყო კონფერენციას. ისეთი კარგი რაღაცა ილაპარაკა, ისეთი კარგი სიტყვა თქვა. მე გავაზიარე, არ ვიცი, ჩემ Facebook-ში შეიძლება ვიღაცებმა ნახეთ, დაახლოებით 10 დღის უკან ვორტონის ეკლესიაში, ტეხასში, ამ კონგრესმენმა ჩაატარა დიდი შეხვედრა პასტორებთან. ეს ანუ მათი სარეკლამო ბილბორდი იყო გაზიარებული და მეც გადავაზიარ. აი ამ ახალგაზრდა კაცმა მაიკ კლაუდი ასეთი სახელი და გვარი GMI-ის ცენტრალურ ეკლესიაში ქალაქ ვორტონში, მაილსის ეკლესიაში, ჩაატარა დიდი შეხვედრა მთელი იმ დასახლებების პასტორებთან. და რას ემსახურება თქვენ როგორ ფიქრობთ მეგობრებო ეს ყველაფერი? ნახეთ, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსები არიან, პირველ რიგში თავის თავს პოლიტიკოსებად კი არ ხედავენ. პირველ რიგში თავის თავს ხედავენ ქრისტიანებად, აქტიურ ქრისტიანებად, რომლებიც ცდილობენ აი ამ ქრისტიანული ღირებულებების გავრცელებას ერის დონეზე, ეკლესიების დონეზე. და მე ასეთი ადამიანები მეგობრებო და ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ბევრი არის, თუნდაც იქ ისინი დიახ ქმნიან გარკვეულ საზოგადოებრივ ვარს, ისინი ქმნიან გარკვეულ კანონებს მეგობრებო, ისინი ლობირებენ სწორ კანონებს, ხვდებით? შემთხვევითი კი არ არის, რესპუბლიკელები მოდიან, შეიძლება ბევრს ახლა არც ტრამპი მოწონდეს და არც მისი ადმინისტრაცია და მე შორს ვარ ახლა პოლიტიკაში შევიდე, მაგრამ როგორც კი ასეთი ხალხი მოდიან ხოლმე მეგობრებო, კანონები იცვლება, აიკრძალება აბორტები მეგობრებო, აი ეს რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებები და ასე შემდეგ, ეს შემთხვევით კი არ ხდება. ესე კი არ არის ვიღაცას რაღაცა ეზიზმრება, კონკრეტული ადამიანები შრომობენ ამ ღირებულებების წინ წამოსაწევად. და შეიძლება ვიღაცები აქ ცოტათ გძნობთ თავს მეგობრებო, მაგრამ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ უიმედონი. ვინ ვიყავით, სად ვიყავით და სად ვიქნებით. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. ღმერთი აი ასეთი ეკლესიისთვის დაბრუნდება. ღმერთი ასეთ ეკლესიას ეძებს. ეკლესიას, რომელიც კი არ შეიკეტა სადღაცა თავის ნაჭუჭში, არამედ ავრცელებს ღვთის ცოდნას,
ოჯახებზე, კულტურაზე და საზოგადოებაზე და ბოლო მუხლი, გამოცხადება 7:9. ამის შემდეგ ვიხილე, უამრავი ხალხი. დათვლა რომ არავის შეეძლო. ხო წერია მცირედნი გადარჩებიანო. რატომ ვართ მეგობრებო ეს პესიმისტები ყველაფერში? ახლა ჭიქაზე რო არის ხოლმე, აბა ეს ჭიქაო სავსეა თუ ცარიელიო, პესიმისტი იტყვის ნახევრად სავსეო. როცა ნახევარი იქნება. ხოლო პესიმისტი იტყვის ნახევრად ცარიელიო. ოპტიმისტი იტყვის ნახევრად სავსეო. აი ნახეთ რას ხედავს იოანე. დაუკვირდით, იოანე სულში ხედავს. ამის შემდეგ უამრავი ხალხი დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან, ტომიდან, ხალხებიდან, ენებიდან, სპეტაკის სამოსლით შემოსილი იდგა ტახტის და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოვები ეჭირათ. ეს არის დიდებული დღესასწაული, მეგობრებო. სადაც იოანე ხედავს დაუთვლელი რაოდენობის ხალხს. და როცა კითხვა დასვა, ვინ არიანო ესენი? ესენი არიან, რომლებმაც გამოიარეს ეს ყველაფერი. დარჩენ უბიწოდ. უამრავი ხალხი დათვლა რო არ შეეძლო. ჩვენი გაგება როგორი არის? ერთი მუჭა რაღაცა. მარტო მე ვარ გადარჩენილი. ჩემს გარდა ღმერთი არავის უნდა. ხო, თუ ჯერჯერობით ასეთ სტატუს-კვოში ცხოვრობ, დაიწყე ხალხის დამოწაფება. ამენ? აი ასეთი ეკლესიისთვის დაბრუნდება ქრისტე. როდის ჩვენ გვითხრეს, დავანებოთ თავი მკითხაობას, დავანებოთ თავი ვადებს. იესოს ეკითხებოდნენ, აი ახლა მაინც გითხარი ამაღლების წინ, ახლა მაინც გითხარი ამ დროში? იესო მოთხრა, არ არის თქვენი საქმე ვადების ცოდნა, არამედ იყავით ჩემი მოწმენი, აკეთეთ ეს საქმე და ის ერთ დღეს აუცილებლად გამოჩნდება.